ოცებისგან და ეგრეთ წოდებული შუაშისტებისგან ხშირად არის ხოლმე შეკითხვა, რომ აი კი ჩვენც არ მოგწონს ეხა ყველაფერი, მაგრამ აბა რა ვქნათ და ნაცებს ხო არ მოვიყვანთ და ეს ყბადაღებული თემები, რაც ყველა მისედაც კარგად ვიცით, ხო და ვთქვათ, მოდი გადმოსახედიდან ვუპასუხოთ მაგ თემას და ზოგადად პოლიტიკურ კულტურაზე რო ვთქვათ რა, ანუ რატომ ითვლება, რომ თუ რომელიღაცა პარტიის მხარდამჭერი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე უნდა დაუჭირო მხარი. ანუ თუ იმას ამბობთ, რომ ვთქვათ, ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას, არ გამოხატავს თქვენს აზრს, ვთქვათ, პოლიტიკური კურსის ან პოლიტიკური ძალის მიმართებით. მაშინ ქართული ოცნების ამომრჩეველს უფრო მეტად არ გეთქმით იდეაში სიტყვა ამ თემებთან დაკავშირებით, ანუ რაც არ მოგწონს. შენ თუ მისი ამომრჩეველი ხარ, თუ ხარ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ უმციკლო პოლიტიკური კულტურის და უმციკლო პოლიტიკური აზროვნების ადამიანი ხარ, რომელსაც ქვეყნისთვის კარგი უნდა და თulis, რომ ვთქვათ, ზოგადად რაღაცეები კარგად ხდება, მაგრამ აი რაღაცეები არ მოგწონს. ხო და ეს რაღაცეები რო არ მოგწონს, რატომ არ შეიძლება მაგალითად, რომ ამ თემაზე ხმა ამოიღო ადამიანმა, ვისაც იდეაში თქვენი გადმოსახედიდან და იმ არგუმენტის მხრიდან, რომ ვთქვათ, აი არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და ხალხი ზოგადად კმაყოფილია, რატომ არ შეიძლება, რომ იმაზე ამოიღოს ვიღაცამ ხმა, რაზეც უკმაყოფილო არის. და ვთქვათ, ამ შემთხვევაში აი შენი თანამოქალაქეები, რომლებიც რაღაცა შეკითხვას უსვავენ ხელისუფლებას, ამაზე რა პასუხს იღებენ და რა ფორმით იღებენ ამაზე პასუხს, ეს ხო შეიძლება დაგაინტერესოს და თუ ამბობ, რომ რაღაცეები არ მოგწონს, ვიღაც ზომბებს არ ველაპარაკები ამ შემთხვევაში. პროტესტის ხმა, რომელიც არის ქუჩაში, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თანამოქალაქეები გეუბნებიან, რომ თქვათ, ხო ამბობ შენ, რომ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში და რაღაცა არ მოგწონს, მაგრამ აი მე გეუბნები შენ, რომ თქვათ, შენ ადამიანი, რომელიც ხარ ამ პარტიის ამომრჩეველი და ამ ხელისუფლების მხარდამჭერი, მიშუამდგომლე ამ ხელისუფლებასთან და უთხარი, რომ ის რაღაცა, რასაც ეს აკეთებს, შენც არ მოგწონს. იმიტომ რომ შენ თუ გეკა გელაძეს და გივი მიქანაძეს პატიობ ნაციონალობას და ამათგან იტან იმას, რომ ქვეყნისთვის შენი გადმოსახედიდან კარგ რაღაცას აკეთებენ, მაშინ შენი თანამოქალაქე გეუბნება, რომ კაი, ვთქვათ, მე შეიძლება ვიღაცას ისეც ვუჭერ მხარს პოლიტიკურად, ვინც შენ არ მოგწონს, მაგრამ ოკეი, შენ ჩემო თანამოქალაქეო, ქართველო, ჩემო თანამემამულეო, გთხოვ, რომ მიშუამდგომლე შენს მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან და უთხარი, რომ შენც არ მოგწონს ის რაღაცა, რასაც აკეთებს. ქოცებზე ხალხი იმიტომ არის გაბრაზებული, რომ აი ეს დუმილი და იმაზე ხმის არამოღება, რაც არ მოგწონთ, ითარგმნება როგორც ხელისუფლების მხრიდან, ესევე თქვენი თანამოქალაქეების მხრიდან, რომ თქვენ ემხრობით ამ ყველაფერს. და ამბობთ, რომ ოკეი რაღაცა და როდესაც გეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი თქვენამდეც მოვა, მაგი იგულისხმება ზუსტად, რომ რაღაც მომენტში ეს რაღაცეები, რაც არ მოგწონს და რაც არ მოგწონდა 5 წლის წინ, ცოტა უფრო მეტი გახდა მერე და უცებ სადღაც ისეთ სივრცეში შემოიჭრა, რომელიც შენც უკვე არა თუ აღარ მოგწონს, არამედ გაწუხებს და გეხება. და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ თქვათ, როდესაც ისეთ რაღაცეებზე არიღებ, ანუ ხელისუფლების შემაკავებელი ზუსტადაც მაშინ მისი ამომრჩეველი და ხალხის ხმა არის, რომელიც ეუბნება, რომ მე შენ იმიტომ აგირჩიე, რომ რაღაცეები, რაც არ მომწონდა წინა ხელისუფლების, ის აღარ გაიმეორო და შენ ამ დროს ზიხარ და დუმილით უყურებ ამ ყველაფერს და ამაში არის პრობლემა. და იმ შეკითხვაზე, რომ აი აბა ქოცები რო იყვნენ, ვინ მოვიყვანოთ ხელისუფლებაში ნაცები, აი თქვათ, თუ ხარ ქართული ოცნების ამომრჩეველი, აი მე შემდეგზეც ქოცებს მიეცი ხმა შემდეგ არჩევნებზე, აი, მაგრამ აკონტროლე შენ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც შენ აძლევ რაღაცაზე მანდატს და როგორც აძლევ რაღაცაზე მანდატს, ისე შეგიძლია რომ რაღაცაზე წაართვა ეს მანდატი და უთხრა, რომ მისი ქცევა რაღაცა კონკრეტულ თემაზე უკმაყოფილებას იწვევს შენში. და აი მიეცი ხმა კაცო შემდეგზეც ამ ქოცებს, ნუ მოიყვან ნაციონალებს შემდეგ არჩევნებზე, მაგრამ აკონტროლე შენ მიერ არჩეული და შენ მიერ დობა გამოცხადებული ხელისუფლება.